მოგესალმებით, მე ვარ მარი გაბაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი. ჩემი ვიდეო ლექციის თემა არის გაცვლისა და ჩუქების ხელშეკრულებები. პირველ რიგში ვისაუბრებ გაცვლის ხელშეკრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაცვლის ხელშეკრულება განეკუთვნება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს. გაცვლის ხელშეკრულება წარმოადგენს კონსენსუალურ სასყიდლიან და ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებას. გაცვლის ხელშეკრულება კონსენსუალურია, რადგან დადებულად იცვლება მას შემდეგ, როდესაც მხარეები მის არსებით პირობებზე შეთანხმდებიან. არსებით პირობებს კი მიეკუთვნება ხელშეკრულების სახე, საგანი, მხარეები, მათ მიერ განხორციელებული შესრულება და სხვა. ხელშეკრულების ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული მხარეების მიერ ქონების ფაქტობრივ გაცვლასთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელშეკრულების ძალაში შესვლა ემთხვევა მხარეების მიერ ერთმანეთისათვის ქონების ფაქტობრივ გაცვლას, არ შეიძლება საუბარი გაცვლის ხელშეკრულების რეალურ ხასიათზე. გაცვლის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი, რადგან თითოეული მხარე უფლებამოსილია გადაცემული ქონების თანასწორად მოითხოვოს მეორე მხარისაგან სხვა ქონების გადაცემა. გაცვლის ხელშეკრულება არის ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულება, რადგან თითოეული მხარეს გააჩნია ერთდროულად უფლებებიც და ეკისრება მოვალეობებიც. გაცვლის ხელშეკრულების თითოეული მხარე ერთდროულად არის კრედიტორიც და მოვალეც. აქ გვხდება ორი მკვეთრად გამოხატული შემხვედრი ვალდებულება. თითოეული მხარე მოვალეა გადასცეს კონტრაჰენტს შესაბამისი გასაცვლელი ქონება, რომლებიც ერთმანეთს განაპირობებენ და თანაბარ ექვივალენტურები არიან. გაცვლის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გამოსავლენად ვისაუბრებ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელშეკრულების ელემენტები. ხელშეკრულების ელემენტებს წარმოადგენს ხელშეკრულების სუბიექტები, ხელშეკრულების საგანი, ფორმა, ხელშეკრულების შინაარსი, ანუ მხარეთა უფლება-მოვალეობები. პირველ რიგში ვისაუბრებ ხელშეკრულების სუბიექტებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს სპეციალურ მოთხოვნას გაცვლის ხელშეკრულების სუბიექტების მიმართ, ამიტომ გაცვლის ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი. როგორც ვიცით, კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ერთი პირის მიერ მეორისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს ქონების განკარგვის უფლებამოსილების განხორციელებას. ამიტომაც გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე უნდა იყოს გასაცვლელი ქონების მესაკუთრე, ან მოქმედებდეს მესაკუთრისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სუბიექტებთან მიმართებით დაცული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები, რომლებიც მხარეთა უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობას აწესრიგებენ. კანონმდებლობით არც გაცვლის ხელშეკრულების საგანთან მიმართებით არის დადგენილი რაიმე სპეციალური მოთხოვნა. ამიტომ გაცვლის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი თავისუფალი ბრუნვაუნარიანი ქონება. ქონების ნებაში იგულისხმება ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. გაცვლის ხელშეკრულების თითოეული მხარე მოვალეა ერთმანეთს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ნივთის გადაცემა უნდა მოხდეს შეთანხმებულ ვადაში. ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს გასაცვლელი ქონების ხარისხიც. თუ ხარისხი განსაზღვრული არ არის, მოქმედებს საშუალო ხარისხის პრინციპი. ანუ გასაცვლელი ქონება ვარგისი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. გაცვლის ხელშეკრულების საგნის გადაცემის მომენტიდან მხარეზე გადადის შემთხვევითი დაყუპვის და დაზიანების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ. გაცვლის ხელშეკრულების ფორმას რაც შეეხება, ის შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ასე წერილობითი ფორმით. ნამდვილობის წინაპირობაა კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილი ფორმის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცვლის ხელშეკრულება იქნება ბათილი. რაც შეეხება მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ეს განისაზღვრება ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად. გაცვლის ხელშეკრულების მიმართ ანალოგიის წესით გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები. ანალოგიაში იგულისხმება ის, რომ კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა.
რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით ჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში მისი თანხმობით. აქედან გამომდინარე, ჩუქების ხელშეკრულებაც განეკუთვნება საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს. ამასთანავე, ჩუქების ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს მისი უსასყიდლო ხასიათი. იურიდიული თვალსაზრისით უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ექვივალენტის მატარებელი. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება არ ჩაითვლება ძალაში შესულად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანმაპირობებელი ნების საფუძველზე წარმოიშვება. ასევე საჭიროა საჩუქრის რეალურად გადაცემა დასაჩუქრებულისათვის. სწორედ ამ მომენტიდან უნდა ჩაითვალოს ჩუქების ხელშეკრულება დადებულად. მაშასადამე იგი რეალური ხასიათის ხელშეკრულებაა. ჩუქება არის ასევე ცალმხრივი ხელშეკრულება, რამე თუ ითვალისწინებს მხარეთა შორის ურთიერთგანმაპირობებელ უფლება-მოვალეობათა განაწილებას. ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გააზრდა და შესაბამისად ჩუქებლის ქონების შემცირება. ერთი პირის ქონებრივი მდგომარეობის შემცირება და შესაბამისად მეორე პირის ქონების გაზრდა სრულებითაც არ ნიშნავს ჩუქებას, რადგან ამასთანავე საჭიროა დასაჩუქრებულის სურვილით. სწორედ ასეთი სურვილის გამოვლენის საფუძველზე უნდა მოხდეს ჩუქებლის ქონების შემცირება და დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა. რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების ელემენტებს, პირველ რიგში ვისაუბრებ მონაწილე მხარეებზე. ჩუქების ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ისინი უნდა იყვნენ აღჭურვილი სამოქალაქო უფლებაუნარიანობით და ქმედუნარიანობით. მაგალითად, არასრულწლოვანს ან შეზღუდულ ქმედუნარიან პირს არ შეუძლია გააჩუქოს ქონება, ან და მიიღოს საჩუქარი მზრუნველის თანხმობის გარეშე, რადგან შესაძლებელია ჩუქება მისი ინტერესების საწინააღმდეგო შინაარსს შეიცავდეს. კანონმდებლობა კრძალავს ასევე სამეურვეო პირის სახელით ჩუქების ხელშეკრულების დადებას. ჩუქების საგანი შეიძლება მრავალგვარი იყოს. აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ბრუნვაუნარიანი ნივთები. ის ნივთები კი, რომლებიც შეზღუდული ბრუნვაუნარიანობით ხასიათდება, საჩუქრად შეიძლება გადაცემული იქნას ასეთი ნივთის სამართლებრივი რეჟიმისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. მაგალითად, თუ ასეთი ნივთი შესაძენად საჭიროა სპეციალური ნებართვა, ის აუცილებლად უნდა გააჩნდეს დამსაჩუქრებას. ჩუქების ობიექტი შეიძლება ასევე იყოს გარკვეული უფლებებიც. თუ ხელშეკრულების საგანი გარკვეული უფლებაა, ჩვეულებრივ ხდება ამ უფლებების დათმობა. ჩუქების ხელშეკრულების ფორმას რაც შეეხება, ის შეიძლება დაიდოს როგორც პირად, ისე წერილობით. კონკრეტული ფორმა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება, თუმცა მოძრავი ნივთის ჩუქება ხდება ზეპირი ფორმით, უძრავი ქონების კი წერილობით. თუ ჩუქების საგანს ისეთი ქონება წარმოადგენს, რომელზეც საკუთრების უფლება წარმოიშვება მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, მაშინ ასეთი ქონების საჩუქრად გადაცემის ხელშეკრულებაც იმავე ფორმის დაცვით უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ ჩუქების საგანი არის უძრავი ქონება, მაშინ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს უძრავი ნივთის შეძენისათვის კანონით დადგენილი წესით, ანუ უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრში. ჩუქების ხელშეკრულება მართალია უსასყიდლო ხასიათისაა, მაგრამ კანონმდებლობა განჩუქებელს აკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას გაჩუქებულ ქონებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ჩუქების ობიექტის ხარისხობრივ მხარეს. საჩუქარი უნდა იყოს ხარისხიანი და დასაჩუქრებულისათვის გარკვეული სარგებლის მომტანი, მისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ნაჩუქარმა ნივთმა ზიანი მიაყენა დასაჩუქრებულის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ჩუქებელს დაეკისრება მისი ანაზღაურება. ჩუქებელი პასუხს აგებს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. ჩუქებელს ნაჩუქარი ნივთის ნაკლით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ნივთის ნაკლს, ანუ ჩუქებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ ბრალს. დასაჩუქრებულისათვის საჩუქრის გადაცემის მომენტიდან ჩუქება ითვლება შესრულებულად. ეს შეიძლება მოხდეს საჩუქრის ჩაბარებით, უფლების წარმომამშვები დოკუმენტის გადაცემით და ასე შემდეგ. რაც შეეხება დასაჩუქრებულის ნებართვას საჩუქრის მიღებაზე, იგი შეიძლება გამოიხატოს კონკლუდენტური მოქმედებით ან ხელშეკრულების წერილობითი გაფორმებისას მასზე ხელმოწერით. მადლობა ყურადღებისთვის.